reality, irony. You won't find out what is beauty. როგორ ხარ? არა, თუ ზად ხარ გადასაღებად, შარფები ფერად ზემოდან და გადაიღო. შიგნიდან რა გაცვია აქვს შეხედოთ. ხო, შავია შენერე წავა, ხო? როგორ კარგად შეგირჩევია? ანა ხო არ გითხრა? დიახ. კოჩა, ინტერესი. მართლა, იმიტომ კარგად წავა ის. მაკიაჟი შემოხედე? მაკიაჟი კარგად გაიკეთებია? ვინ გაუკეთა? ფრისტაილში, ანუ გაუკეთა. ფრისტაილში. კი, სალონი ფრისტაილი. ეს ძალამაზია ასევე. ხო, აი ეს საინტერესო ვარიანტი. მე ამი დავიწყოთ. კაი. შეხედეთ, ნახე რა ლამაზი შარფი ყოფილა. პირველად ნახულობ რა იცოდეთ ამ შარფებს. რა ლამაზია, რა კაი ნაკეთობა. ძოს ძალიან. რაღაცა ძალიან. სამაზია უშო. ეს რა არის, როგორ არის გაკეთებული? ნაკარგია? კი, ანუ მაკმანის იმიტაციები არის. ულამაზესია, ხო? ზამთარშიც ამ შარფს გაიკეთებ, გაზაფხული მოაქვს უკვე ამ ყვავილი. მოდი, იმი დავიწყოთ რა. ია გაკეთებული, რომელსაც ერქვა ცივი ზამთრის თბილი ფერები. მართლა? ამი დავიწყოთ, ხო, რაღაცა განსხვავებულია ეს უბრალოდ და მოვახვევ და მივხვდებით როგორ ჯობია. ანუ ამას აქვს რამდენიმე შეგვიძლია. აი ესე იყავი. და დამოტრიალ ჩინსკენ თავი აი ეს. აბა იცი აქენი? მოდი ციგნი აიღე და ვითომ მკითხო. ეპრანჭე მაგ შარხს რომ ნახე შე რა მაგარი შენაძენი გაკ. ხა ეს. What I feel, what I need from you, no. You never know. Хоча хана. Ак дамилеке. My reality, irony. You won't find out what has been killing me. Can't you see me? It breaks my heart 'cause I know you're the one for me. Don't you feel sad? There never was a story, obviously. And you will never know. I will never show what I feel, what I need from you, no. And you will never know. I will never show what I feel, what I need from you, no. აქედან სხვათა შორის შემიძლია ყველაზე ლამაზი ხედები გადავიღოთ თბილისის. ყველაზე ლამაზად ჩანს თბილისი. ჯობია ხოლმე დღის პირველ ნახევარში დილის საათებში გადაღება აქედან, იმიტომ რომ ყალაობას პირდაპირ ანათებს მზე და როდესაც არქიტექტურას, ბუნებას, ხედებს საერთოდ მზე აქ მინათებული, უფრო კაშკაშა და ცოცხალი ფერია ხოლმე და ამიტომ დღის პირველ ნახევარში რომელი საათია? ახლა პრინციპში პირველი საათი არ არის ჯერ, მაგრამ შეგვიძლია მოვასწროთ რაღაცა საინტერესო კადრების გადაღება განათების მხრივ. და პლუს მაგის გარდა, რატო ამოვირჩიე დღეს მაინც და მაინც ძველი თბილისის გადაღება ახლა, იმიტომ რომ საერთოდ ცნობილია რომ არა მარტო თბილისში, ბევრ ქალაქში ასფალტს, ნიადაგს, ბუღი აზდის ხოლმე და შესაბამისად ისეთი ნისლი წარმოიქმნება, რომ ფოტოების გამჭვირვალობას ხელს უშლის და როდესაც არის მერე ან წვიმის შემდეგ გადაიღებ
უფრო კრიალა გამოდის ბუნება, არქიტექტურა და ძალიან ლამაზი ფოტოები მიიღება მე ასეთ დროს. და ეხლა ქარი რადგანაც არის გადაწმინდილია მთელი ესტერი, მით უმეტეს უკვე მეორე დღეა ის ქარია და სუფთაა და გამჭვირვალეა. აი მოდი შეხედე და ნახავთ. და აქედან კიდევ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ფოტოს გადავიღებ და გაჩვენეთ მე რა ფოტოა ეს. კარგია რომ ამ მომენტში უბრალოდ მზიანათებს იმ ადგილებს რის გადაღებაც მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცა იყოს ლურჯი და თუმცაზე თეთრი ყულა ღრუბლები არის, ფოტოები კიდევ უფრო ლამაზი გამოდის და ნახეთ თბილისი როგორი თეთრი ღრუბლებია თბილისის თავზე და შესაბამისად უფრო ცოცხალი და საინტერესო არის. თან მით უმეტეს ქარი არის და ქარი ყოველთვის ცulis ღრუბლის მიმართულებას და შესაბამისად ეს ხედები სული იცვლება და ასე ვთქვათ უფრო ლამაზი და ლამაზი მოდები შეიძლება იყოს. მე ღრუბელი ხანდახან ძალიან ლამაზ ფორმას იძენს ხოლმე და კიდევ უფრო საინტერესო ფოტო გამოდის. ახლა თან დავაკვირდები ხოლმე ესე დროს. ძალიან მნიშვნელოვანია. მე განათებას უწყობს ხელს იმ მომენტში შეიძლება თუმზეს ჩამოეფარა ღრუბელი, დაბნელდება და კარგი ფოტო არ გამოვა. შეხედა. ხა გაზაფხულზე ალბათ კიდევ უფრო ლამაზია, იმიტომ რომ განსაკუთრებით აპრილის დასაწყისში ცოტა ეს ჭადრის ხეები მოიკიდებს მწვანე ფერს და ბალახი გამწვანდება, უფრო ცოცხალი ხდება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების ფერების გამოყენება ფოტოგრაფიაში საერთოდ. ეს იქნება ქალაქში, ეს იქნება მთაში, ეს იქნება სოფელში. ყველგან. ფოტოგრაფია რა არის? ფოტოგრაფია არის შუქითა და ფერით წერა. ფერი გაძლევს ბუნება, შუქს გაძლევს ბუნება. ხოლო ხელოვნურად არ მიიღება შუქი, ხო? მზეს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ახლა წარმოიდგინეთ ეს ევროპის მოედნის ბაღი ვაყვავილდება, უფრო ლამაზი გამოვა მერე გადასაღებად და მოდი მაინც გადავიღოთ. ესეც საინტერესოა. მოდი მე შევეცდებ რომ აი მის მეშვეობით გადავიღო, აი ჩუქურთმებით და გავალამაზო კადრი. ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, როგორიც არის. მანქანა ცუდად არ ჩაიჭრას, კადრი ცუდად არ შემოვარდეს. ცხადია ახლა მანქანებს დამოჩნე, როცა ქალაქის ხედებს იღებ, იმიტომ რომ მე თქვა 50 წლის მერე საინტერესო იქნება მკვლევარებისთვის, ფოტომოყვარელებისთვის დაასკვნან როგორი ტიპის მანქანები მოძრაობდა მაშინ, აზრი გამოიტანონ და საერთოდ ეს ეთნოგრაფიის ერთ-ერთი თავისებურება. ტრანსპორტი ყოველთვის, როდესაც კადრში ჩანს. არის და ასე ვთქვათ ამახინჯებდეს კადრს. რა ვთქვათ, მე პორტრეტის გადაღება მინდა და აქ ხელი ავიფარო, ეხლა ეს ხელი ისე დიდი ლაქასავით არის ფოტოსთვის, რომ სახეს კარგად ვერ გამოაჩნდა, ახლა მზე გამოვიდა კარგად ერთ-ერთი. როგორ ახარ? კარგად. კარგად გამოიყვანეთ რა, რა ლამაზი რაღაც კაცია. ფოტოები მოვიტანეთ. და გვინდა რომ მე დავბეჭდეთ. როგორ ხარ? ანა, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, როგორ ხარ? არა, მიჩე, საათს ველაპარაკებოდი ახლა გოგოებს და როგორი ფოტოები გამოვიდა? ჯერ არ მინახავს სხვათა შორის, იმიტომ რომ საერთოდ ეგეთი წესი მაქვს, როდესაც ბეჭდავ ხოლმე, მაშინ არ ვნახულობ, იმიტომ რომ დაღვინდეს ჩემში ეს ემოცია, მე გავიაზრე როგორ გადავიღე. გუშინ სხვათა შორის თუმცა არ იყო მაინც ესეთი ხელწამოსაკრავი გადაღება იმ ხრივ რომ მხოლოდ ღილაკის დაჭერა არ იყო, ფიქრობდი ხოლმე და ამიტომ რას ფიქრობდი და რა შედეგი მოიტანა ამ ფიქრმა, მინდა რომ ეს დაღვინების ემოციების დაღვინების მერე აღვიქვა და
ამიტომ არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული რაღაც საინტერესო გამოახლა. კი, მე თქვენია. ჯერ კომპიუტერში უნდა დავათვალიერო, ჩავიაროთ და მე ალბათ აუთხები გვინდა დავბეჭდო. სხვათა შორის ძალიან კარგი ქაღალდი აქვს აქ, ყოველთვის აქ ბეჭდავ ხოლმე, თითქმის ბოლო წლების ყველა გამოფენა აქ დავბეჭდე. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად აკეთებენ, ძალიან მოხერხებულია და მე გაგაცნობთ ერთ ბიჭს, არმენა ქვია. რომელსაც კარგად ესმის ფერები, რაც ფოტოგრაფიის როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე არ ძალიან მნიშვნელოვანია ფერი. ძალიან მიხარია რომ შეგალობით ეს ადამიანები გავიცნობ. კი, არმენა კარგად გრძნობს. არმენ, სად ხარ? შევიდეთ მე ხო? ხონებას დაგხვდეთ რომ მოვიკითხოთ როგორც სამუშაო ატმოსფეროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და თან კიდე კარგი ხარისხი აქვს რაც თავარია და მე ასევე როგორც მოქმედი ფოტორეპორტერი ფასდაკლების ბარათიც მაქვს, რაც მახალისებს ასევე კიდევ ერთი დამატებით წამახალისებელია რომ აქ დავბეჭდო ხოლმე. თვითონაც ნახეთ აქ დავბეჭდო ხოლმე როგორი სახელი ქვია, იცი აქ ორობას დავბეჭდე ყველაფერი. და ყველაფერი შეგიძლია დავბეჭდო, ხო? ყველაფერიც და ყველაფერი. ყველაფერიც და ყველაფერიც. რამდენიმე დატვირთეთ. ხო, ორი დატვირთით. თან ორივე მნიშნავს. იცი, იშვიათად 10-15 ზირთად უფრო საგამოფენო ფოტოებს ბეჭდავ ხოლმე. A3-ები, A2-ები, A1-ები და ძალიან მოწესავათი მეტალოა ქაღალდი. ხო, მეტალიქს როგორ ეძახით? მეტალიკის მარგალიტის მეტალის. მარგალიტის. აი ეს ფაქტია. ეს არის მარგალიტი? მარგალიტი ეგრე არ მიწევს. საგანსხვავებაა ჩვეულებრივ მეტალსა და ამას შორის. ჩვეულებრივ ამ მარგალიტსა და მეტალიზირებულ შორის საგანსხვავებაა. მეტალიკი კიდე უფრო სხვა ეფექტის მარგალიტს უფრო აი მარგალიტის ფერები აქვს მეტი. მარგალიტს მეტი ფერია აქვს? ეს ხრა ის ანუ ყველაფრის იმას ეს არის მეტალიკი. აქ არის ბერძნული. საინტერესო ის არის მართლა. ფერსაც ხوار იმაშება აქ, ხوار უკარგავს ბუნებრივ ფერს. კი აქ თითქოს ამოყავს რაღაცა ფერები, მაგრამ თითქოს ბუნებრივია შეიძლება ბეჭდის. თექის შარფებისთვის მე მგონი ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს წამოიღებს. გინდა ამაზე სინჯოთ მარგალიტზე. ერთი ფოტო მაინც საცდელად. აი აქ სულები. საერთოდ ის თემა ისეთი ფოტოებია, რომ მე მგონი მეტალზე უნდა დავბეჭდეთ, მეტალის ქაღალდზე რა. არმე გაუმარჯოს, არმე, რა ვახარ? ხელი არ ჩამოგაცა. ამ პროცეს ფოტოს დაბადება ქვია. ნახოთ, უბრალოდ ცოტ ნახევარი დარჩა რომ ამოვიდეს ის ფოტო, რაც გუშინ გადავიღეთ და ნახოთ რა გამოვა. და მარგალიტის ქაღალდი როგორია პირველად მიჩნევ და ერთად შევაფასოთ. აი ამოდის. საოცარი ხარისხია. ფოტო საერთოდ კარშუქზე რა. ისუქზე ან კარგ ხელოვნურ სინათლეზე და ნახოთ ახლა როგორ გამოვა. კი. არის საერთოდ სხვა ფერებია. არა, ახლა მახლა I will never show what I feel, what I need from you, no. როგორ არის მაგობა? მარგალიტის ჯინს დაკარგა. იგი ხომ მოგეწო.